არ ვიცი ახლა ესეც სოფელში რა უნდა ინატრო ადამიანმა ეს ნატურა ოცნებასავით იქნება 73 წლის ასაკში მე ესეთი რთული ზამთარი არ მახსოვს რუკრიშას და იმას დაანგრევდა ვინადეს არ ველოდი ნამდვილად დროულად ვერ დავაბინავე შემოდგომით და მოვიტანე და იქ დავაწყე რომ ვერ მოვასწარე დაცეხვა იმ ლობიოსი ვერ გასუფთავება და დასველდა და გაფუჭდა დავრჩი სუნთლა ისე სათესლობიოც ვიყიდე ორი კანალი მოდის ორი ერთი კაპელნიცასავით არც ემატება არც აყალდება და ის ზამთარში წყდებოდა აგერ ერთი აგერ აქ არის ერთი მეორე ის არის და ორივე შეერთებულია დაბლა ბოჭკადებს ბოჭკა და მე ბატონია შეერთებული ბოჭკა თოვლი იყო მე მგონი აგერ ის შლანგი აი იმის თავზე უფრო მაღალი იყო ნამქერი და ესე წამოსული აქ საერთოდ რამე თუ არსებობდა არც ეთყობოდა რო დათმა და ნახე ფუტკარი აღარ იყო გაუგდული იყო დახოცილი სულ ფინანსისტი ვარ სპეციალურად თბილისში ვცხოვრობდი და სოფლად მძიმეა ცხოვრება მაგრამ სხვა რა გზაა სახს ვერ მივატოვებდი მამა პაპურს სახს კარმიდამო ვერ მივატოვე მამა ომის ინვალიდი იყო პროფესიით პედაგოგი დედა ჩემი მშობელი ქალი იყო ძალიან და ძლიერ ორგანიზაციებში ვარ ნამუშევარი ჩემი ბოლო სამსახური აგროსამრეწველო კომიტეტი იყო იქედან ოსების უგანთავისუფლეს ჩემს გარდა და სულ რამდენი 1500 კაცში ყოფილვართ 6 ოსი და ჩემი განყოფილების ხალხმა არაფრით არ დაუშვა ჩემი განთავისუფლება ოსობის გულისთვის მაგას ვერ გავაკეთებთ დირექტორს უთქვია მე ამბავი მომიტანეს დირექტორს უთქვია რომ მაგას მირჩევნია მე წავიდე სამსახურიდან და აზას ვერ მეტყვი რომ ოსობის გულისთვის სამსახურიდან განთავისუფლება და დავრჩი 92 წლის მაისში რეორგანიზაცია მოხდა აგროსამრეწველო კომიტეტის და მანამდე იქ მუშაობდი იმის მერე ცხოვრება გავაგრძელე კოლდუში კი 30 წელი გავიდა და ვაკეთებ ერთი და იგივე საქმეს 30 წლის განმავლობაში ვემსახურები ქვეყანას ვარ ზის და ხორცის დამამზადებელი და სხვა არაფერი არ შემიძლია